ძვირფასო მაყურებლებო, მოგესალმებით. დღეს ჩემი საავტორო გადაცემის ფარგლებში გახლავართ გიორგი ტუმასიანი, სამოქალაქო აქტივისტი, კაიროში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენელი და რიგი სხვა მიმართულებით, ასე ვთქვათ, მოღვაწე ამ შემთხვევაში არ ჩამოთვლი ყველას, თუმცა ჩემი პროფესიული განათლება როგორც საერთაშორისო ურთიერთობების, ასევე სახელმწიფო მმართველობას უკავშირდება ბაკალავრიატის და მაგისტრატურის მიმართულებით. დღეს ჩვენს ეთერს დავუთმობთ მთლიანად მსჯელობას შიდა პოლიტიკაზე. თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენი წინა ეთერი ჩვენ დავუთმეთ საერთაშორისო და საგარეო პოლიტიკურ, გეოპოლიტიკურ განვითარებას და მთლიანად ვისაუბრეთ იმ რეგიონალურ პროცესებზე, რომელიც ხდება მთელ დედამიწაზე და პირდაპირ კავშირში არის საქართველოსთან. ჩვენ მიმოვიხილეთ საერთაშორისო პროცესები, ეს იქნებოდა შეერთებული შტატების, რუსეთის მიმართულებით, ევროკავშირის როლი, უკრაინაში მიმდინარე პროცესები, ახლო აღმოსავლეთი, ისრაელი, ირანი, თურქეთი, სირიაში მიმდინარე პროცესები. მთლიანად მიმოვიხილეთ ეს პროცესი ჩინეთიც, რა თქმა უნდა, და ეს რაზე მოქმედებას ახდენს საქართველოზე, ისევე როგორც ვისაუბრეთ ცენტრალურ აზიაზე, ვისაუბრეთ სატრანსპორტო კორიდორებზე. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ მთლიანად შიდა პოლიტიკაზე, საქართველოში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ საკითხებზე და ძვირფასო მოქალაქეებო, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ იქედან გამომდინარე, რომ ძალიან უცებ შეიცვალა რეალობა, ძალიან ბევრი ცვლილება მოხდა ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით, ბოლო წლების განმავლობაში და ყველაზე აქტიურად ალბათ ბოლო თვეების განმავლობაშიც კი, ბოლო არჩევნების შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ამ ვერ ვასწრებთ, პირდაპირ თქვა, საზოგადოება მოქალაქეები, ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს ამისა, რატო ვერ ვასწრებთ. პირველი, რა თქმა უნდა, მიზეზი ის არის, რომ ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა არის დაკავებული საკუთარი სოციალურ-ეკონომიკური საკითხებით, ურთულესი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის პირას მდგომი ქვეყნის, ჩვენი ქვეყნის. ეს ფაქტია. საქართველოში მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა ციფრების და სტატისტიკის მეშვეობით ამას ვხედავთ, რეალური ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკური დოვლათი, სიმდიდრე რიგითი საქართველოს მოქალაქეების, ქართველების არის ძალიან მნიშვნელოვანი კლების პრინციპში მდგომარეობაში. რაც გულისხმობ კლებაში, ეს რა თქმა უნდა ინფლაციური პროცესებია, ეს არის ფასების ზრდა, ეს არის ის რომ ხელფასების ზრდა არ შეესაბამება ამას და ამის შედეგად ურთულესი სოციალურ-ეკონომიკური საკითხებია. ამას ემატება ასევე ის, რომ სრულიად კორუმპირებულ სისტემაში ვცხოვრობთ. ამის ყველაზე კარგი ცუდი ამ შემთხვევაში, მაგრამ უბრალოდ თვალსაჩინო მაგალითია რძის სკანდალი, რომელიც ახლა მოხდა. აღმოჩნდა, რომ მთელ ქვეყანას პრაქტიკულად წამლავდნენ ამ რძის მეშვეობით, რომელიც სიმსივნის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს და ბავშვთა რძეში განსაკუთრებით საშიში არის, რა თქმა უნდა, ეს. ეს შეიძლება სპეციალისტებმა ისაუბრონ ახლა ამაზე, გულისხმობ ამ კვების პროდუქტების უსაფრთხოების სპეციალისტებმა, რომელიც მე ნამდვილად არ ვარ. მაგრამ ეს არის პოლიტიკური საკითხი. ზოგადად ჩვენ სერიოზული შეცდომა გვაქვს, რომ გონია თუ პოლიტიკა არის პოლიტიკური პარტიების პროცესი, ეს ნამდვილად ასე არ არის. პარტიულობა და პოლიტიკა არის სრულიად გამიჯნული ერთმანეთისგან ცნებები, პარტიულობა არის გარკვეული ერთი მიმართულება მხოლოდ პოლიტიკის. პოლიტიკა კი რეალურად მოიცავს ყველა ასპექტს ჩვენი ცხოვრების და მათ შორის ისევ ასპექტს, როგორიც არის კვება. როგორიც არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლება, ჩვენ სახელმწიფო და ხელისუფლება, მთავრობა, რომელსაც ჩვენ ვაფინანსებთ და არავინ ჩვენს გარდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ აღვნიშნოთ, საქართველოს მოქალაქეები თავისი გადასახადებით, თავისი შრომით, თავისი დროით აფინანსებენ საქართველოს მთავრობას, რომელსაც ევალება და აქვს ვალდებულებები, რომ უზრუბელყოს გარკვეული ის კონსტიტუციური ვალდებულებები, რომელიც მათ გააჩნიათ.
და ეს ვალდებულება რა თქმა უნდა მოიცავს მათ შორის საქართველოს მოქალაქეების და ზოგადად ჩვენს ქვეყანაში ცხოვრები სხვა სტუმრებისაც მათ შორის გულისხმობ მაგალითად ტურისტების და ასე შემდეგ ანუ ზოგადად მოქალაქეების ადამიანების უფლებების მდგომარეობას და როდესაც აღმოჩნდა რომ ერთი კონკრეტული პროდუქტი და ეს ჯერ კიდევ დასაწყისია ჩვენ არ ვიცით რამდენად სხვა პროდუქტები შეესაბამება შესაბამის სტანდარტებს აღმოჩნდა რომ ეს პროდუქტი რომელიც პრინციპში ბავშვებზე იყო გათვლილი იმიტომ რომ ბავშვთა რძეზე არის საუბარი მათ შორის ეს პროდუქტი არის მომწამლავი და ამაზე არანაირი პასუხისგებლობა არ დადგა არანაირი სასამართლო კლანს ანუ დადგინდა რომ სასამართლო კლანმა მათი სასამართლო კლანის მეშვეობით რომელიც ახლა იცით რომ დასანქცირდა რამდენიმე დღის წინ გაერთიანებული სამეფოს ანუ დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირდა მურუსიძე და ჩინჩალაძე პიროვნულად სასამართლო კლანის ხელმძღვანელები კლანი როცა ვამბობთ კლანი რაც გულისხმობთ სასამართლოში არის იერარქია შექმნილი როდესაც მოსამართლეები ბრძანების მეშვეობით ასრულებენ დავალებებს იმის ნაცვლად რომ გადაწყვეტილება მიიღოს სამართლიანობის საფუძველზე. ხო და აი ამ კომპანიის წარმომადგენელმა, სადაც რძე იყო მოწამლული, მოუგო დავა აქეთ, იმის ნაცვლად რომ მის წინააღმდეგ ყოფილიყო დავა ამ საქმეში. სასამართლო არ იცავს მოქალაქეების უფლებებს, მთავრობა არ უზრუნველყოფს ამ კონკრეტულ შემთხვევაში მთავრობამ არ უზრუნველყო მოქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოება. საიდან გაირკვა ამ საერთოდ ისტორიის შესახებ? ეს არის თავისუფალი მედიის კვლევის და გამოძიების შედეგი. რომ არა თავისუფალი მედიის გამოძიება თვეების განმავლობაში საქართველოს მთელ მასშტაბით დახლებზე იდგა მომწამლავი შხამი და დღეის მდგომარეობით ჩვენ შეგვიძლია ითქვათ რომ გადავაგორეთ ბჭყალებში ეს თემა. არანაირი პასუხისმგებლობა არ დამდგარა და მე რა თქმა უნდა ძალიან უკმაყოფილო ვარ პიროვნულად ამით, რადგან ეს არ არის პოლიტიკური და პოლიტიკური არის პარტიული პროცესი ნამდვილად არ არის. ქართული ოცნების ამომრჩეველსაც, საერთოდ ნებისმიერი ამომრჩეველსაც რა მნიშვნელობა აქვს? საქართველოს მოქალაქეებს უნდა ქონოდათ ამაზე ძალიან მწვავე რეაქცია. ეს რეაქცია სამწუხაროდ არ დადგა. სამწუხაროდ და ჩვენ ხედავთ რომ ხელისუფლება ეგრეთ წოდებული არალეგიტიმური ამავდროულად არ აყენებს ამ საკითხს. არავის გადაყენება არ მომხდარა. პირდაპირი გადაყენებების კასკადი უნდა მომხდარიყო. პრემიერ-მინისტრი და მთელი მთავრობი დაწყებული. ყველაზე მცირე შემთხვევაში ჯანდაცვის მინისტრი და შესაბამისი უწყებების პასუხისმგებლობით და შესაბამისი სისხლის სამართლის საქმეების აღძვრით. მაგრამ ეს არ მოხდა ძვირფასო მაყურებლებო. და რატო არ ხდება ეს? იმიტომ რომ ჩვენ მთავრობაში არ გვყავს ადამიანები, ვინც თვლის, რომ პირველ რიგში არიან დაქირავებული ჩვენს მიერ, მოქალაქეების მიერ, იმისთვის, რომ უზრუნველყონ ჩვენი კეთილდღეობა. ასე არ თვლიან. რატო? იმიტომ რომ არ არიან მოქალაქეების მიერ დანიშნული იქ. და ამას ძალიან კაფიო და ნათლად ამბობენ. ირაკლი კობახიძე გამოდის და პირდაპირ ამბობს, რომ რჩევებს იღებს ბიძინა ივანიშვილისგან. მისთვის წყარო ხელისუფლების ბიძინა ივანიშვილია. ბიძინა ივანიშვილი წყვეტს გახდება ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრი თუ არ გახდება. შეწყვეტს თუ არა, ამის მრავალი მაგალითი არის ირაკლი ღარიბაშვილის შემთხვევაში, გიორგი გახარიას შემთხვევაში, მამუკა ბახტაძეს და გიორგი კვირიკაშვილის შემთხვევაში ზუსტად ასე ხდებოდა. სწორედ ამიტომ აღრეული არის სახელმწიფო მართვის სისტემა. ხელისუფლების წყარო აღარ არის ხალხი საქართველოში. სწორედ ამიტომ ხალხს არ მოეკითხება დღეს, ხალხი არ წყვეტს დღეს, ხელისუფლება იქნება თუ არა, ვინ იქნება ხელისუფლება, რადგანაც ამ შემთხვევაში სწორედ ხალხთან ანგარიშვალდებულება იწვევს იმას, რომ შენ გადადგები, როდესაც ესეთი საკითხი ხდება. ან მეორე მხრივ, როდესაც შენ საგარეო პოლიტიკური მიმართულებით მიდიხარ საგარეო პოლიტიკური იზოლაციაზე. მოდით განვიხილოთ ეს მნიშვნელოვანი საკითხიც. ძვირფასო მოქალაქეობა მეხსიერების პრობლემა ნამდვილად ჩვენს მოქალაქეებს არ გვაქვს არავის და ძალიან კარგად გვახსოვს, რომ მთელი წინასაარჩევნო პროცესი 26 ოქტომბრის არჩევნებს გულისხმობ ბოლო არჩევნებს გაიმართა ლოზუნგით ღირსებით ევროპისკენ.
თავისი ბანერებით, სადაც იყო ევროკავშირის და ევროსაბჭოს დროს შეაღბეჭდილი ქართული ოცნების პარტიულ ბანერებს გულისხმობ. ეს არის ფაქტი. ეს არ არის ვიღაცის მოსაზრება. დღეის მდგომარეობით ჩვენ ვდგავართ იმ საშიშროების წინაშე, რომ გარდა იმისა, რომ ევროსაბჭოში საქართველოს დელეგაცია შეჩერებული სტატუსი გააჩნია, უკვე ევროსაბჭოში და ნახეთ ეს არ არის ევროკავშირი, ევროკავშირი არის ინტეგრაციის სრულიად სხვა დონე. ევროსაბჭო არის ბაზისური ორგანიზაცია, სადაც პრაქტიკულად ყველა ევროპული ქვეყანა აუცილებლად არის წევრი, რადგან ეს არის ადამიანის უფლებების და დემოკრატიის მინიმალურ სტანდარტების შესახებ. ამ ორგანიზაციის წევრი იყო რუსეთიც კი და გაარიცხეს უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ. ამ ორგანიზაციის წევრი ასე ვთქვათ, დროებითი სტატუსით იყო ბელარუსი და აღარ არის. დანარჩენი ყველა ევროპული ქვეყანა არის ამ ორგანიზაციის წევრი. და შესაბამისად, ის რომ დღეს ჩვენ ვდგავართ იმ საშიშროების წინაშე, რომ არათუ ევროკავშირში ინტეგრაცია, ევროკავშირში გაწევრიანება ეს ხომ შეაჩერა კობახიძემ ერთპიროვნულად. ანუ მთელი წინასაარჩევნო კამპანია გაიმართა ლოზუნგით ღირსებით ევროპისკენ, ევროკავშირში გაწევრიანების ნარატივებით და 29 ნოემბერს კობახიძემ ერთპიროვნულად გადაწყვიტა, ცხადია ეს კობახიძის პირადი გადაწყვეტილება არ არის, გასაგებია ვისი გადაწყვეტილებაა და როგორი რომ საქართველოს წყვეტს ინტეგრაციას ბჭყალებში 2028 წლამდე, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ რა თქმა უნდა ეს არის იცრუე, საქართველოს წყვეტს ევროკავშირში ინტეგრაციას. ამის შედეგად დაიწყო ეს მთელი შიდა პოლიტიკური პროტესტი და პროცესები. ისე როგორც გაყალბებული არჩევნების პარალელურად, მაგრამ ჩვენ დღეს ვხედავთ რომ საქართველოს გას ზღვარზე ევროსაბჭოდან გარიცხვის. იმ ორგანიზაციიდან, სადაც პირველ რიგში ჩვენ შევედით, როდესაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ. ჩვენი პირველი მიზანი სწორედ ევროსაბჭო იყო, გაეროს მერე. ეს ძალიან ბუნებრივი იყო. სადაც ზურაბ ჟვანიამ თქვა ისტორიული სიტყვები, მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი. და დღეს ბიძინა ივანიშვილი და მისი მარიონეტები, არანაირი მნიშვნელობა ჩემი აზრით განვიხილოთ, რომელ მარიონეტებზე არის საუბარი, იმდენად მარტივად თვითონ ცვალა მარიონეტები სხვადასხვა დროს, რომ აბსოლუტურად გასაგებია, რომ მარიონეტებზე საუბარი და მათი გვარების ხსენებას აზრი არ აქვს უბრალოდ. აყენებენ ეჭქვეშ ფუნდამენტალური ღირებულება, მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი. ეს არ ნიშნავს, რომ ევროკავშირში ან ევროპაში შენ ყველაფერს ან ყველას იქ არის აბსოლუტურად განსხვავებული აზრები სხვადასხვა საკითხს ეთანხმები. იქ არის სხვადასხვა პოლიტიკური სპექტრის და მხარდაჭერის საკითხები, პარტიები, პოლიტიკური ძალები, ლიბერალური და კონსერვატიული მაგალითად. და ამ პრიზმაში კიდევ ბევრი სხვა, რომელიც განაწილებულია ლიბერალიზმსა და კონსერვატიზმ მემარჯვენეს და მემარცხენეს შორის. მაგრამ ეს არ არის ფუნდამენტური საკითხი. ევროპაში შეგიძლია ნებისმიერი მემარჯვენე მემარცხენე იყო ლიბერალური ან კონსერვატიული შეხედულებების. დღეს საქართველოში საფრთხის ქვეშ დგას შეხედულებების შესაძლებლობა. და მე ამას პრინციპში ვამბობდი და ზუსტად ამას ვამბობ ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მარიონეტებმა გამოიყენეს მემარჯვენე კონსერვატიული იდეოლოგია დროებით იმისთვის რომ მოეხდინათ ხელისუფლებაში მათი ბოლო არჩევნებზე პოზიციების დამყარება გარკვეული დისკრედიტაციის მიზნით, ასე ვთქვათ, ლიბერალური ორგანიზაციების, მაგრამ შინაარსობრივად დღეს საქართველოში იკრძალება არა მხოლოდ ლიბერალური ოპოზიცია, ასევე კონსერვატიული ოპოზიცია. დღეს საქართველოში იკრძალება ნებისმიერი პოლიტიკური პარტია. ანუ საუბარი, როდესაც ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ დღეს შესაძლებელია პოლიტიკური პარტიის აკრძალვა, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა იმ ლოზუნგით, რომ ეს პარტიები ხელისუფლებას მიაჩნია მიუღებლად, როდესაც საუბარია მთელი არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების არასამთავრობო სექტორის აკრძალვაზე, როდესაც საუბარია მედიის შეზღუდვაზე მთლიანად, ძვირფასო მოქალაქეებო, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ სულ არსებობს სამი ფენა იმისა, სადაც ჩვენ ვიმყოფებით. ეს არის ავტორიტარიზმი, შემდეგ მოდის დიქტატურა და ბოლოს ტოტალიტარიზმი.
დემოკრატიის საპირწონე არის ეს. კიდევ ერთხელ დემოკრატიაში შეგიძლია იყოს ლიბერალური ან კონსერვატიული, მემარჯვენე ან მემარცხენე. არანაირი პრობლემა იმისა თუ რა ხედვები გექნება დემოკრატიაში არ არის. არავის არ უთქვამს, რომ დემოკრატია აუცილებლად არის მხოლოდ ერთი ტიპის იდეოლოგიის მხარდამჭერი. არა, პირიქით, დემოკრატია ხსნის შესაძლებლობებს იმისა, რომ იქ იყოს მსჯელობა, დიალოგი, შეთანხმება. დემოკრატიულ სახელმწიფოში არის შესაძლებელი, რომ საქართველოს პარლამენტში იყოს მრავალპარტიული სისტემა. ძვირფასო მოქალაქეებო, დღეს საქართველოს პარლამენტში არაღიარებულ პარლამენტში არალეგიტიმურს, მაგრამ ერთი პარტია იმყოფება. როდის იმყოფებოდა კიდევ ერთი პარტია საქართველოს პარლამენტში? ბოლოს, საბჭოთა კავშირის დროს. სხვადასხვა პერიოდში, როცა ზოგიერთ ხელისუფლებას ავტორიტარიზმის სხვადასხვა ელემენტები ჰქონდა, მაინც იყო ოპოზიცია იმ პარლამენტში, ასე თუ ისე. სუსტი, მაგრამ იყო. კრიტიკული, მაგრამ იყო. დღეის მდგომარეობით საქართველოს პარლამენტი არის ისევე ერთპარტიული, როგორც ეს იყო საბჭოთა კავშირში. ერთადერთი განსხვავება, რომ ამას ქვია ქართული ოცნება და იმას ერქვა კომუნისტური პარტია. ერთადერთი არსებითი განსხვავება. კომუნისტური პარტია, ვისაც არ ახსოვს, ისე არ არის, რომ მე მახსოვს, ახალგაზრდა ვარ 95 წელს დავიბადე, მაგრამ წაკითხული მაქვს, სხვებისგან მაქვს შესაბამისად შესწავლილი და ძალიან კარგად ვიცი, ეს ჩემი სპეციალობაც არის, რომ კარგად ვიცოდე. კომუნისტური პარტია ვერტიკალი იყო, სადაც ბრძანებები მოდიოდა და ყველა ასრულებდა ერთი ადამიანის ბრძანებებს და როგორც ერთი ადამიანი ყველა ამ ბრძანებას დაუყოვნებლივ ასრულებდა. არანაირი წინააღმდეგობის გარეშე. მორჩილებაზე იყო დაფუძნებული კომუნისტური პარტია. დღეს საქართველოში ქართული ოცნება ის სადამდეც მივიდა ქართული ოცნება და სადამდე მივიდა, მოდით გავაანალიზოთ. ქართული ოცნება 2012 წელს მოდის 6 პარტიის კოალიციით. თავად პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო საინტერესო სიტყვები დევს ამაში, სადაც არის ძალიან ბევრი პროდასავლური ცნობილი ოპოზიციური მოღვაწე გარდა ბიძინა ივანიშვილის პირადი წრისავ გულისხმობ ღარიბაშვილს მაგალითად, რომელიც მისი ბანკი ქართუს ერთ-ერთი მენეჯერი იყო და ასე შემდეგ და 5 სხვა პარტია, მათ შორის პროდასავლური პარტიები, სადაც ასევე კონსერვატიული პარტიებიც იყვნენ და ეს კოალიცია იმარჩვებს და არავინ ეჭქვეშ არ აყენებს 2012 წლის არჩევნების შედეგებს. და მათ შორის უფასებს წინა ხელისუფლებას იმას, რომ დემოკრატიული გზით საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა ხელისუფლების დემოკრატიულად გადაცემა, რაც ნამდვილად იყო მიღწევა. 2016 წელს კოალიცია ქართული ოცნება აღარ არსებობს. არსებობს მხოლოდ პარტია ქართული ოცნება, ის 5 კოალიციური პარტნიორი ივანიშვილმა გაუშვა რბილად რომ თქვათ ამ ძალაუფლებიდან და დარჩა მარტო. 2016 წელს ჯერ კიდევ იყო დარჩენილი პირველი ვერსიის 2012 წლის ვერსიის ქართული ოცნების პარტიის შემადგენლობა, მათ შორის ძალიან ბევრი პროდასავლური ისეთი მოღვაწე, ვისაც კარგი ბიოგრაფია ჰქონდა. 2020 წლის არჩევნებზე აღარ არის კოალიცია ცხადია და აღარ არის პრაქტიკულად არც ერთი ადამიანი, ნაწილი დარჩა ძალიან ცოტა, ვინც იყო თავდაპირველ ქართულ ოცნებაში. 2024 წლის არჩევნებზე ქართული ოცნება უკვე ყალბი პოლიტიკური ოპოზიციით არის ერთად ხალხის ძალის ფორმაც გულისხმობ, რომელიც თვითონ შექმნეს გასული არჩევნებზე. არც ერთი ადამიანი პრაქტიკულად, ვინც 2012 წელს პრაქტიკულად რამდენიმე გამონაკლისის გარდა მოვიდა ხელისუფლებაში, იქ აღარ არის დარჩენილი, საუბარი აღარ არის ბიოგრაფიის მქონე ადამიანებზე, თუ გადავხედავთ იქ მყოფ ადამიანებს, ეს ყველა არის ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირები. ეს ყველა არის ყველა ადამიანი იქ პრაქტიკულად სწორედ ბიძინა ივანიშვილის ახლო წრიდან არის და ამ ადამიანებს დღეს თუ გადავხედავთ ოპოზიციურ ველს, ამ ოპოზიციურ ველში თლიანად არ გულისხმობ რომელიმე პარტიას. ის ხალხი არის, ვინც რეალურად ნაციონალურ მოძრაობას ებრძოდა და ნაციონალური მოძრაობა შეცვალა.
ქართულ ოცნებაში დღეს ნაციონალურ მოძრაობასთან ვიძებრძო და აღარავინ არის დარჩენილი პრაქტიკულად. ირაკლი კობახიძე არასდროს ჩემი ინფორმაციით და არანაირი მტკიცებულება არ არსებობს ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ არანაირ აქციაში, არანაირ პროცესში მონაწილეობა არ მიუღია. ქართული ოცნების დამფუძნებელიც კი არ არის. დღეს დამფუძნებლებიც კი ოპოზიციაში არიან. შესაბამისად, ეს ხდება სრულიად სახეცვლილება ამ პოლიტიკური პროცესის და პერიოდულად დემოკრატიიდან, რომელიც იმ მომენტში ეს შესაძლებლობა მით უმეტეს შეიქმნა, როდესაც ხელისუფლება იცვლება, თან კოალიციური ხელისუფლება, რატო საერთოდ როგორ მოვედით, ხო, აქამდე საიდან დავიწყეთ ეს საუბარი, რომ საქართველოს პარლამენტში არის ერთპარტიული მმართველობა დღეს და საქართველოს პარლამენტში იყო მრავალპარტიული 2012 წელს ჩვენ მივახციეთ კოალიციურ ხელისუფლებას პირველად, როდესაც საქართველოში არსებული ყველა პოლიტიკური პარტია ასე თუ ისე იყო პარლამენტში, ეს იყო 6 პარტია, რომელიც ქართული ოცნება კოალიციაში იყო, ეს იყო ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციაში იმ მომენტში და გარკვეულწილად ეს პარლამენტი ასახავდა ჩვენ ქვეყანას. დღეის მდგომარეობით საქართველოს ეგრეთ წოდებულ პარლამენტში არის 54% დაუწერე საკუთარ თავს ქართულმა ოცნებამ. მიუხედავად იმისა, რომ წინა არჩევნებზე 2020 წლის და 2016 წლის 48% აიღეს, მათ უნდა დაგვარწმუნონ იმაში, რომ მათი რეიტინგი 6%-ით გაიზარდა ამის შემდეგ. ეს არის წარმოუდგენელი ძალიან ბევრი ლოგიკიდან გამომდინარე, მათ შორის იქედან გამომდინარე, საკუთარვე საჯარო განცხადებას ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ უღალატეს პირდაპირ ძალა გამოიყენეს და ყველას გვახსოვს, რომ სააკაშვილისადმი კრიტიკა უკავშირდება სწორედ იმას ძალის გამოყენებას, არაპროპორციულს, უკავშირდება სწორედ ძალადობას, თუ რამე კრიტიკა არსებობს თავის შინაარსით, პროტესტების მიმართ და ასე შემდეგ. ქართულმა ოცნებამ ზუსტად იგივე გააკეთა და ეს ძალადობა და პროტესტი პირიქით გაცილებით უფრო დიდ მასშტაბებს იღებს, მაგრამ ნაციონალურ მოძრაობას ეჭქვეშ არ დაუყენია თავის დროზე საგარეო პოლიტიკური ვექტორი ქართულმა ოცნებამ ესეც გააკეთა. ეს არის ფაქტი. ახლა ძვირფასო მოქალაქეებო, ჩვენ მოვედით იქამდე, რომ საერთოდ ოპოზიციური ველი არის გამქრალი. ოღონდ მე არ გულისხმობ მაინც მარტო იმ 4 პოლიტიკურ ძალას, რომელმაც 5%-იანი ბარიერი გადალახა. ასე არ არის. საერთოდ 5%-იანი ბარიერი რას ნიშნავს? ესეც თავისი შინაარსით არის მცდელობა შეზღუდო პოლიტიკური ველი. პირიქით, იმიტომ რომ ბარიერი როგორც ასეთი ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეების გარკვეულ რაოდენობას არ თვლი სათანადო მოქალაქეებად. ჩვენ იმის ნაცვლად 54% ხო დაუწერე საკუთარ თავს. 46% მათი დათვლით, მათი მონაცემებით. 46% საქართველოს მოქალაქეების ქართულ ოცნების წინააღმდეგია. არჩევნები რომ გაყალბებულია, ამასთან კითხვა არ არსებობს, იმიტომ რომ არის ძალიან ბევრი ამის მტკიცებულება და შესაბამისად საჯაროდ ხელმისაწვდომია. მაგრამ მე ამაზე ეხლა დღეს აქ არ მსჯელობ. მე ვამბობ, თუნდაც მათი მონაცემებით 46% და სხვა მონაცემებით 50%-ზე გაცილებით მეტი. მათ შორის exit poll-ების მონაცემებით, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომია. 46, 50, 55% ადამიანები საქართველოს მოქალაქეების ნების უგულებელყოფა ხდება დღეს. არანაირად არ არის წარმოდგენილი არანაირ პროცესში ეს საქართველოს მოქალაქეები. და მთლიანად შეზღუდულია არა მხოლოდ ამ 4 ასევე სხვა პოლიტიკური ძალების, ანუ მთლიანი ოპოზიციის საქმიანობა საქართველოს პარლამენტში. აკრძალულია პრაქტიკულად ქუჩის პროტესტი. მე უკვე მაგალითად, ჩემს მაგალითზე ვიტყვი, მაგრამ სხვა 1000 მაგალითია და ეს მინდა რომ ყველამ გაიაზროს, მათ შორის იმ ადამიანებმა პირდაპირ ვიტყვი, ვინც დღეს მხარს არ უჭერს ამ პროტესტს. აი თქვენ მოგმართავთ ძვირფასო მოქალაქეებო, ვინც არ უჭერთ მხარს ამ პროტესტს, რომელიც რუსთაველზე 3 თვეზე მეტია მიმდინარეობს. მე ვიყავი გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი, ღია კონკურსით შერჩეული ქართული ოცნების დროს. არანაირი პოლიტიკური ამას პროცესი არ ახლა თან ცხადია. 2017-18 წლებში. და დღეს მე ვთვლი, რომ ჩვენი ახალგაზრდობა დგას ქუჩაში და აპროტესტებს და მე იმ ახალგაზრდებთან ერთად ვდგავარ. რუსთაველზე დგომის გამო
უკვე დამაჯარიმეს 5,000 ლარით. 500 ლარი უნდა ყოფილიყო და გაზარდეს 5,000-ზე არაპროპორციულად. მე ამას არ გეუბნებით, რომ პიროვნულად ჩემთან დაკავშირებით რაიმე სენტიმენტები ვინმეს კონდეს, ან სხვა ჩვენი აქციის ასობით მონაწილისადმი, ვისაც ბევრი ჯარი მაქვს. კიდევ ერთი სასამართლო პროცესი წინ მაქვს და არ ვიცი კიდე რა რაოდენობის სასამართლო პროცესები. სხვა ადამიანები არიან 5, 10, 15 ჯარი მაქვს იმის გამო რომ რუსთავაზე დგანან. მე ამას არ ვამბობ, რისთვის დგავართ, მაგასაც კი არ ვამბობ ახლა. რუსთაველზე პროტესტი კი არა და საერთოდ პროტესტი გახდა დანაშაული საქართველოში. ხვალ რომ სხვა საკითხი იყოს განსახილველი, ნებისმიერი. თქვენ ვისაც დღეს მიგაჩნიათ რომ ეს პროტესტი არ არის სწორი, მე მესმის რომ საქართველოს ყველა მოქალაქე არ თვლის რომ ევროკავშირში გაწევრიანება არის სწორი, მაგრამ დარწმუნებული ვარ და ბევრი მტკიცებულება არის რეფერენდუმიდან დაწყებული და კვლევები დასრულებული, რომ 80%-ზე მეტი თვლის რომ ევროკავშირი არის გამოსავალი და მე წინა ჩვენს გამოსვლაშიც გეოპოლიტიკურ ანალიზში წავხსენე, რატომ არის ევროკავშირი პირველ რიგში ჩვენთვის უსაფრთხოების და დემოკრატიის მიმართულებით არჩევანი. მაგრამ ჩვენ არ გვაგვაჩნია სამწუხაროდ ფუფუნება, რომ ამ სივრცეში მარტო ვიყოთ. ზედმეტად სუსტი ვართ სამწუხაროდ ამისთვის და ძლიერი სახელმწიფოები ისრაელი მაგალითად ისიც კი არ არის მარტო. ამერიკის გარეშე ისრაელი ვერაფერს გაუძლებდა საერთოდ ამ რეგიონში, როდესაც ყველავთ ხვდებით ხო ალბათ რომ ისრაელი არის ძალიან ძლიერი და შემდგარი სახელმწიფო, მათ შორის ტექნოლოგიების მიმართულებით. ეს არის კარგი მაგალითი ამისა. ან სხვაც თუ ავიღებთ სინგაპურს მაგალითად, პატარა სახელმწიფოებს გულისხმობ ცხადია, იმიტომ რომ ჩვენ ვართ პატარა სახელმწიფო. ეს პროცესი ახლა პარლამენტში ჩვენ გვაქვს სრულიად სტერილური ერთპარტიული მმართველობა. მთავრობაში მთლიანად ერთპარტიული მმართველობა არის საქართველოში. ერთი აზრის მქონე ადამიანების. დღეს გამოდის ყობახიძე და აცხადებს იმას, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვებენ მთლიანად. ესეთი ტემპით თუ აკრძალავენ მთელ ოპოზიციას, შექმნიან თავის ოპოზიციას, ხალხის ძალას, ან ახლა საუბარია რაღაც სხვა ოპოზიციის შექმნაზე, კიდევ შეიძლება 100 და თუ ოპოზიცია არ მიიღებს მონაწილეობას ამ არჩევნებში, იმიტომ რომ ცესკო აყალბებს არჩევნებს, შესაძლოა თავისთვის დაიწერონ 100%, როგორც კომუნისტურმა პარტიამ. მაგრამ მიუხედავად ამისა, ამბიცია აქვთ ყველგან გამარჯვების, ამბიცია აქვთ, რომ საერთოდ სტერილური უნდა იყოს თვითმმართველობის არჩევნებიც, ქალაქების არჩევნებიც, თემების არჩევნებიც, სტერილური პრეზიდენტიც უნდა იყოს მათი მორჩილი, პარლამენტი მთლიანად და პარლამენტი, რომელიც ახლა იღებს გუშინ განაცხადეს, რომ გრანტების შესახებ ახალ კანონს. რა თქმა უნდა, ამას ახლა სახელმწიფო პროპაგანდა შეფუთავს, როგორც რაღაცა დასავლური გრანტების შეზღუდვის მცდელობა. არ დაიჯეროთ ძვირფასო მოქალაქეებო. ცოტა ღრმად დაფიქრდით იმის შესახებ, რომ აი ამ ანტიდასავლური ნარატივების უკან დგას საერთოდ სხვა პროცესი და პროტესტი. რეალურად აქ ჩვენ ხედავთ, რომ დგას შეზღუდვა, ანუ მთავრობა აპირებს, რომ შეიტანოს შეზღუდვა იმისთვის, რომ უცხოეთიდან ნებისმიერი ფინანსური ტრანზაქცია, გრანტი, დაფინანსება, შეიძლება ეს იყოს საგანმანათლებლო, შეიძლება ეს იყოს საქველმოქმედო, შეიძლება ეს უკავშირდებდეს სხვა პროცესებს და ასე შემდეგ, ამის შეზღუდვა მოხდეს. მედიის მხარდაჭერა მაგალითად. ამ ქვეყანაში უცხოეთს როცა ვამბობ, ჩვენ მაინც და მაინც მარტო დასავლეთს ხო არ გულისხმობთ. ზოგადად ნებისმიერი ტიპის საერთაშორისო ორგანიზაციები არსებობენ. გაერო არის მაგალითად, ეუთო, ევროსაბჭო იგივე, ევროკავშირი. ამ ორგანიზაციებს გააჩნია შესაძლებლობა, რომ გარკვეული დაფინანსება, გარკვეული პროცესები წარმართოს აქ. ამის შეზღუდვა ხდება, მაგრამ ეს როგორც ჩანს საერთოდ ფიზიკურ პირებზეც უნდა აისახოს, ძვირფასო მოქალაქეებო.
ანუ ფიზიკური პირისთვის მაგალითად უნივერსიტეტი თუ გამოყოფს დაფინანსებას, ამის შეზღუდვასაც აპირებენ. მოკლედ, ჩვენ ეს არის სავარაუდო ინფორმაცია, ამას დავაზუსტებ, იმიტომ რომ კანონ პროექტი ჯერ არ გვინახავს, მაგრამ ის რაზეც ეხლა უკვე საუბრობენ, რა ტიპის შეზღუდვაზეც და ნებართვაზეც, ეს ნამდვილად გულისხმობს სწორედ იმას, რაზეც მე ეხლა ვსაუბრობ. ანუ საუბარია იმაზე, რომ მთლიანად შეიზღუდოს ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერი სივრცე უცხოეთთან კომუნიკაციის. მედიის დაფინანსების, ჩვენი მედიის უმრავლესობა დგას უცხოეთიდან გარკვეულ მხარდაჭერაზე. და თუ საქართველოში არ იქნება მედია, თან ნებისმიერი კონსერვატიული თუ ლიბერალური ეს სხვა თემაა საერთოდ. თუ საქართველოში არ იქნება მედია, თუ საქართველოში არ იქნება პოლიტიკური ოპოზიცია, თუ საქართველოში არ იქნება სამოქალაქო საზოგადოება, თუ საქართველო ჩაიკეტება მსოფლიოსგან, მაშინ ჩვენ გადავდივართ ავტორიტარიზმიდან, რომელიც უკვე არის 2020 წლიდან დაახლოებით ცოტა ადრეც 16-ის შემდეგ უკვე დაიწყო ავტორიტარიზმის ელემენტები, დიქტატურაში უკვე ვართ, როდესაც სრულად უკანონოდ მაგალითად იზღუდება შეკრების და მანიფესტაციის უფლება, როდესაც მე წეგან თქვი 5,000 ლარის ჯარიმაზე, რომელიც მაქვს და მელოდება კიდე შემდგომი სასამართლო პროცესი. ეს ხომ ჯარიმის შესახებ არ არის? ეს არის შეკრების და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა. ბიძინა ივანიშვილი დღეს ზღუდავს საქართველოში კონსტიტუციის ფუნდამენტს, რომელიც უზრუველყოფს საქართველოში, რომ საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო, დღეს საქართველო მან აქცია დიქტატურად, რომ საქართველოში არის მრავალპარტიული სისტემა და არა ერთპარტიული, ეს განასხვავებს საქართველოს კომუნისტური საბჭოთა საქართველოსგან, სადაც ერთპარტიული მმართველობა იყო, ისიც ბოლოს აღარ იყო, როგორც გახსოვთ. საბჭოთა კავშირშიც კი მრავალფეროვანი ინფორმაცია ბოლო პერიოდს გულისხმობ, დაშლის პერიოდს. ყოველთვის იყო მრავალფეროვანი შესაძლებლობა აზრის გამოთქმის და დღეს ბიძინა ივანიშვილი ზღუდავს სიტყვის თავისუფლება საქართველოში, გამოხატვის თავისუფლება საქართველოში, კონსტიტუციურ თავისუფლებებს, შეკრების და მანიფესტაციის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, დემოკრატიის, არჩევნების, სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციურ უფლებას, ხელისუფლების მშვიდობიანად არჩევნების გზით შეცვლის კონსტიტუციურ უფლებას, ქუჩაში როცა გადიხარ და ჩინური ხელოვნური ინტელექტის კამერა დღეს რო გვიღებს ჩვენ პროტესტის მონაწილეებს, ვინც თან პროცესში არ მონაწილეობთ, არ ფიქრობთ ძვირფასო მოქალაქეებო იმაზე, რომ თქვენს გადაგიღებთ აუცილებლად ეს კამერები, რომელიც მონტაჟდება ყველგან დღეს. რომ თქვენს პირად ცხოვრებაშიც შემოვა მონსტრი, რომელსაც ქვია დღეს რეჟიმი, ივანიშვილის რეჟიმი. ჩვენ ამას რუსულ რეჟიმს ვუწოდებთ, მაგრამ ეს არ არის მარტო რუსული რეჟიმი. ეს დიქტატორული რეჟიმი არის, იმიტომ რომ ჩინეთიც ასეთ რეჟიმზე დგას, ირანიც ასეთ რეჟიმზე დგას, თურქმენეთიც ასეთ რეჟიმზე დგას. მე ხლა არ მინდა უფრო ღრმად წავიდე. ბევრი ჩრდილოეთ კორეა ასეთ რეჟიმზე დგას, სადაც ყველა ადამიანზე თვალთვალი მიმდინარეობს, სადაც კამერებით აკვირდებიან ყველას და ყველაფერს, სადაც ხვალ საბანკო ტრანზაქციებს როდესაც გიზღუდავენ მაგალითად. ხო ეს არის რეალურად ამ 5,000 ლარის ჯარიმების შედეგი. ხვალდაზე ციფრულ ლარზე არის საუბარი. დიახ, ეროვნული ბანკი მუშაობს ციფრულ ლარზე. თავად ციფრული ვალუტა არ არის პრობლემა. პრობლემა არის, რომ დიქტატურაში ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს. თუ თქვენ დღეს საკმარისად ლოიალური არ იქნებით, საკმარისად არ გაიღიმებთ იმ კამერებში და არ იტყვით, რომ მზე და ბატონი ბიძინა ერთი და იგივეა, მაშინ თქვენი პირადი ანგარიშები შეიძლება გაიყინოს. ეს არის დიქტატურა, ეს არის რაც ხდება ჩრდილოეთ კორეაში, რაც ხდება ჩინეთში მათ შორის. სოციალური რეიტინგი, რომლის მეშვეობითაც დაადგენენ თქვენ კარგი მოქალაქე ხართ თუ ცუდი მოქალაქე, თუ სოციალურ ქსელში ან დაწერთ რამე კრიტიკულს, დაალაიქებთ რაიმე კრიტიკულს ხელისუფლების მიმართ, თქვენი რეიტინგი სოციალური დაეცემა, რაც ნიშნავს იმას, აქეთკენ მივდივართ, ეს არის ჩინეთში, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ კრედიტს ვერ მიიღებთ.
ან უფრო მაღალი პროცენტით მიიღებთ. ჩინეთში ეს მოდელი უკვე აპრობირებულია. ბიძინა ივანიშვილს უნდა ამის განხორციელება საქართველოში. რისთვის? იმისთვის, რომ გახდეს ამ ქვეყნის ერთპიროვნული მფლობელი. დიახ, ბევრი ადამიანი ან ყველა ადამიანი ოცნებობს იმაზე, რომ საკუთარი ცხოვრება შედგეს. კონდეს სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობა. შესაბამისად ეს არის ბუნებრივი. მაგრამ ბიძინა ივანიშვილი როგორც ჩანს ოცნებობს იმაზე, რომ კონდეს პირადი ქვეყანა. 69700 კვადრატული კილომეტრი ოკუპირებულ 20%-ის მიღმა, რომელთა დაბრუნების ამბიცია ივანიშვილს არ გააჩნია. მისთვის ამის დაბრუნება ნიშნავს 80%-ის ჩაბარებასაც კრემლისთვის რეალურად ამ ტერიტორიის მის საკუთრება თავისი მოქალაქეებით. ეს არის საგანგაშო, ეს არის ტრაგიკული, ეს შეიძლება იყოს ყველაზე დიდი ტრაგედია საქართველოს თანამედროვე ისტორიაში. 1921 წლის შესაბამისი. და ძალიან მნიშვნელოვანი აღნიშნოთ, რომ ავტორიტარიზმიდან დიქტატურას ჩვენ უკვე გადასული ვართ, ეხლა გადავდივართ დიქტატურიდან ტოტალიტარიზმში. თუ ყველაფერი ამ ქვეყანაში იქნება კონტროლის ქვეშ, მაშინ რჩება ძალიან მარტივი გამოსავალი. ყველა ვინც მას წინააღმდეგობას გაუწევს, იქნება ან ციხეში, ან საზღვარგარეთ, ემიგრაციაში. 1921 წელს ზუსტად ეგ მოხდა. მესამე კატეგორიაც არსებობს, ვინც დაეცა ბრძოლაში ოკუპანტის წინააღმდეგ 1921 წელს. სულ 3 არჩევანი არსებობს. ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენ ვდგავართ 1921 წლის მდგომარეობაში და კიდევ ერთხელ არ დაიჯეროთ ჩემი შეფასება ის ტყუილი, რომ ვითომ ეს არის ბრძოლა კონსერვატიზმსა და ლიბერალიზმს შორის მაგალითად. ან რაღაც წარმოუდგენელ deep state-თან. ეს ყველაფერი არის ნარატივები, რომელიც შემოაქვთ, ისე როგორც თანამდებობიდან ვიღაცის მოხსნა, ვიღაცის დანიშვნა, იმისთვის რომ ჩვენთვის გართობა არის დაახლოებით ეს. მოქალაქეებს ასე ართობენ. გართობის რაღაც მექანიზმია სინამდვილეში მათთვის. შინაარსობრივად საქმე მიდის წინ. საქართველოში მყარდება უკვე ტოტალიტარიზმი, ძალიან მალე ჩვენ ერთ-ერთ გადაცემაში აყვავდა ბატონი არმაზ ახვლედიანი და ძალიან სწორად შეაფასა, რომ მცირე დრო რჩება. ეს დრო დარწმუნებული ვარ, რომ ეხლა უფრო ცოტა რჩება. ჩვენ რჩება ძალიან ცოტა დრო იმისთვის, რომ შევძლოთ დავაბრუნოთ საქართველოს ნორმალურობის, დემოკრატიის გზაზე, რელსებზე. მაგის შემდეგ შეგვიძლია პარლამენტში ყავდეს კონსერვატიული ძალებიც, დემოკრატიული ძალებიც. პარლამენტში ყავდეს კოალიციური მთავრობა, მე არ მოგვეწონება და შევცვალო და სხვანაირი კოალიციური მთავრობა. შეგვიძლია განვიხილოთ ნებისმიერი კანონპროექტი, კონსტიტუციური ცხადია და ნებისმიერი საკითხი გადავწყვიტოთ. შეგვიძლია მათ შორის რუსეთთანაც ისეთი პოლიტიკა გავმართოთ დაბალანსებული, რომ საფრთხეები არ შეგვექმნას. და ევროპასთან და დასავლეთთანაც შესაბამისი პოლიტიკა გავმართოთ იმისთვის, რომ ჩვენთვის ეს მომგებიანი იყოს და რაიმე ზიანი საქართველოს არ მიადგეს. მაგრამ თუ ამის სივრცე საქართველოში არ იქნება, თუ საქართველოში თავისუფალი აზრის, თავისუფალი სიტყვის, შეკრების და მანიფესტაციის სივრცე არ იქნება, პოლიტიკური პარტიების ქონა, პოლიტიკური პროცესი არის კონსტიტუციური უფლება. თუ ამის უფლება არ გვექნება, თუ კონსტიტუცია არ გვექნება საქართველოში, თუ იქნება მარტო ერთი ადამიანი, რომელიც არ მონაწილეობს საჯარო პოლიტიკაში, რომელიც არ არის აქ, მის ნაცვლად არის სრულიად ემპათიური ადამიანების ადამიანურობისგან და ადამიანური ემოციებისგან მთლიანად დაცლილი ირაკლი კობახიძე. ამ შემთხვევაში შეუძლებელია საუბარი იმაზე, რომ ჩვენ როგორც სახელმწიფო, როგორც სოციუმი გადავრჩებით. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში უქმდება საქართველოს სახელმწიფო. კიდევ ერთხელ ჩვენ შეგვიძლია როგორც სახელმწიფო მომავალში დავაბალანსოთ ყველაფერი. წარმართოთ ფართო პოლიტიკური პროცესი. კონდეს კოალიციური ხელისუფლებები,
კონდეს დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა, მაგრამ დღეს ეს არ გაგვაჩნია, არანაირი დიალოგი და დისკუსია საქართველოს შიგნით პროცესებზე არ მიმდინარეობს. საქართველოს დღეს მთლიანად იზოლაციის გზაზე დგას. დღეს მთელი არსი არის ჩაგვრა საკუთარი მოქალაქეების. დღეს მთელი არსი არის ახალგაზრდების ძვირფასო მოქალაქეებო, ის ადამიანები, ვინც იბრძოდით სააკაშვილის ხელისუფლებაში უსამართლობის წინააღმდეგ, ეს საკითხი მე როგორც ადამიანს, რომელმაც სკოლა დავამთავრე და უკვე არ იყო ის ხელისუფლება, მე დღეს მაინტერესებს. და მანამდეც კიდე ბევრი საკითხი იყო, ხო? ბევრი იბრძოდა კომუნიზმის წინააღმდეგ საერთოდ. ცოცხალია ის ხალხიც. სწორად გამიგეთ, მაგრამ ეს არ არის დღეს აქტუალური. დღეს აქტუალურია ის, რომ 50 ადამიანი, ჩემი ტოლი ახალგაზრდები, ციხეში ზიან. მათი მშობლები დღეს ქუჩაში დგანან. თვეებია უკვე. რის გამო? სამშობლოს სიყვარულის გამო. მეტი არაფერი. დღეს პოლიცია არის ქცეული სამართალ დამრღვევ სტრუქტურად. პოლიცია დღეს ღიად ძალადობს. მე შეიძლება კარგად არ მახსოვდეს ადრე რა იყო. ბავშვი ვიყავი პირდაპირ გაგებით. არ მაქვს ნანახი ეს ყველაფერი. როგორც გითხარით. 2008 წელს ვიყავით 13 წლის მაგალითად. მახსოვს საკმაოდ ცუდად, მაგრამ მახსოვს ომის ეპიზოდები. თუმცა ეხლა ძალიან კარგად მახსოვს და ხვდები, რომ ეხლა რაც ხდება, ეს არის საგანგაშო, დღეს სამართალ პოლიცია არის ქცეული სამართალ დამრღვევ სტრუქტურად, ძალადობის მექანიზმად, უსაფრთხოების სამსახური იმის ნაცვლად ქვეყნის უსაფრთხოებას იცავდეს, დევნის მოქალაქეებს, დღეს სასამართლო სამართლიანობასთან არანაირ კავშირში არ არის და ეს ეხება ყველას. იმ უსამართლო სასამართლოში შენ კონსერვატორი ხარ თუ ლიბერალი, შენ მემარჯვენე ხარ თუ მემარცხენე, შენ ოპოზიციონერი ხარ თუ პოლიტიკა არ გაინტერესებს, ბიზნესმენი ხარ თუ კერძო მეწარმე, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თქვენ იქ სამართალს ვერ იპოვით, იმიტომ რომ იმ სასამართლოში არ არის სამართალი დღეს. ჩვენ გვჭირდება სამართლიანი სასამართლო, ჩვენ გვჭირდება პოლიცია, რომელიც ემსახურება ხალხს, რომელიც ემსახურება ხალხის უფლებებს და ყველას. პოლიციას რეალურად პარლამენტული მოქალაქეების ქვეყნის წინაშე, არა ბიძაშვილის. ფიცი ჯარსაგდებული ქვეყნის წინაშე და მოქალაქეების წინაშე. კონსტიტუცია არის მოქალაქეების თანხმობის დოკუმენტი. სუვერენი, ანუ ის, ვინც წყვეტს, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, ქვეყანა ხო არის ჩვენი გადაწყვეტილების შედეგი, მოქალაქეთა გადაწყვეტილების შედეგი. ასეთი არის სწორედ კონსტიტუცია, ჩვენი საერთო შეთანხმება. ბიძინა ივანიშვილი არღვევს ჩვენს საერთო შეთანხმებას. ერთი მოქალაქე, რუსი ოლიგარქი, რომელმაც თავისი მილიარდები იშოვა რუსეთში, ეს არის ფაქტი, და ამის შედეგად აქვს ვალდებულებები რუსეთის კორუმპირებულ ჩეკისტურ სისტემის წინაშე, დღეს არღვევს ჩვენს საერთო შეთანხმებას. მილიონობით საქართველოს მოქალაქის 3.7. ტრაგედიაა, რომ 3.7 ვართ. გაცილებით მეტი იყო დემოგრაფია ამ ქვეყანაში, რომ მიდის უკან დაბლა, ანუ მცირდება საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა. ეს ხომ კიდევ ერთხელ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში კატასტროფული ეკონომიკური, სოციალური მდგომარეობა. ქართველები მიდიან ამ ქვეყნიდან. და უცხოელები ჩამოდიან. უცხოელებში გულისხმობ ემიგრანტებს, მაგალითად, ხშირად ვხედავთ, რომ სხვადასხვა აზიური, აფრიკული და ასე შემდეგ ქვეყნიდან. არანაირი პრობლემა იმასთან, რომ ჩამოვიდნენ და განათლება მიიღონ, ცხადია, მე პირადად არ მაქვს. პირიქით მივესალმები. მაგრამ როცა ჩამოდიან და ანაცვლებენ აქ სამუშაო ადგილებში ქართველებს და ქართველები მიდიან საფრანგეთში, ევროპაში, ამერიკაში, იმისთვის რომ სამუშაო ადგილები იშოვონ, ეს რა არის თუ არა ღალატი? როდესაც ქუჩაში რუსულად საუბარი უფრო ხშირი ხდება ხშირად ვიდრე ქართულად, ეს რა არის თუ არა ქვეყნის ინტერესების ღალატი? თუ არა დემოგრაფიული ექსპანსია ჩვენი მტრის და ოკუპანტის. ეს რა არის თუ არა 1921 წლის გამეორება.
და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენ დღეს 8 აპრილია, ხვალ არის 9 აპრილი. ერთდროულად ჩვენთვის ტრაგიკული და ერთდროულად დღესასწაული. ტრაგიკული, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ რუსეთის სისტემამ ჩეკისტურმა გვანახა, რომ მზად არის გადაუაროს და მოკლას, დახოცოს, დაჩეხოს ჩვენი ადამიანები თავისუფლებისთვის ბრძოლაში. უბრალოდ ქართველები იმის გამო, რომ საკუთარ ქვეყანას, საკუთარ ერს იცავენ. და 9 აპრილი როგორც გამარჯვება ამ ბოროტებაზე. მე მინდა განსაკუთრებით ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არ არის ახალი პროცესი ჩვენთვის. ჩვენ 1812 წელს, ხო, 1783 წელს გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ, ხომ ვიცით რომ რუსეთმა გვიღალატა. ეს არის ფაქტი. მაგის მერე 1812 წელს ჩვენ ქონდა კახეთის აჯანყება. 1832 წელს ქონდა აჯანყება. 1851 წელს ქონდა გურიის აჯანყება. 1857 წელს ქონდა სამეგრელოს აჯანყება. 1918 წელს ბოდიში. ჩვენ დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ რუსეთისგან, იმპერიისგან. კი, სხვა იმპერიებიც ქონია ჩვენ წარსულში, მაგრამ ბოლო საუკუნეებია რუსეთი არის იმპერია, რომელიც ჩვენ დამოუკიდებლობას გვართმევს. 1921 წელს, მაშინ როდესაც რუსეთის მიერ უკვე აღიარებული იყო ჩვენი დამოუკიდებლობა, რუსეთის ოკუპაციურმა საოკუპაციო ჯარებმა ომი გამოგვიცხადეს, შემოიჭრნენ საქართველოში და ჩვენ ვიცავდით ჩვენ ქვეყანას. 1924 წელს იყო აჯანყების მცდელობა. 1978 წელს აპრილში ქართველი ერი დადგა ფეხზე იმისთვის, რომ დაიცვას ქართული ენა. რატომ? იმიტომ რომ ოკუპანტი ისევე როგორც ჩრდილოეთ კავკასიაში მაგალითად შეძლო და რუსული ენა დანერგა როგორც მთავარი ენა, საქართველოშიც ქართველების გრუზინიზაცია უნდოდა ბოლომდე. რუსულ ენაზე გადაყვანა იმისთვის, რომ ეროვნული თვითმყოფადობა წაერთმია ჩვენთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის. 1989 წლის 9 აპრილს ზუსტად იგივე პროცესი წარმართა რუსეთმა და რუსეთის ოკუპაციურმა ჯარმა და იმ ხალხმა, ვინც მას ემსახურებოდა აქ, ეს არ იყვნენ მარტო ეთნიკურად რუსები, ვინც ემსახურებოდა ამ სისტემას. და ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ დღესაც რუსულ საქმეს და მტრის საქმეს არ აკეთებს მხოლოდ რუსული გვარის ადამიანი, არამედ ქართული გვარის ადამიანიც აკეთებს მაგალითად. და საერთოდ არ აღვიქვა მე პირადად კობახიძეს მაგალითად როგორც ქართველს. იმიტომ რომ რუსეთის ინტერესებს ატარებს. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გვარი ქართული კონდეს. გავრილოვისგან ჩემთვის არაფრით განსხვავდება. 90-იან წლებში ჩვენ ვიცით, რომ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში ჩვენს წინააღმდეგ რუსეთი იყო სწორედ ვინც იბრძოდა, იყენებდა მათ შორის ჩვენს მოქალაქე აფხაზებს და ოსებს. ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. 2008 წელს რუსეთი იყო ის, ვინც განახორციელა აგრესია ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. საქართველოს თავის ტერიტორიაზე ვერავის წინააღმდეგ ომს ვერ დაიწყებს და ჩვენ ტერიტორიაზე საოკუპაციო ჯარები არანაირი მათ უფლება არ გაჩნდა და რუსეთს ჩვენ ტერიტორიაზე არაფერი ესაქმება. და დღეს 9 აპრილი დგება ისევ და ჩვენ უნდა გავიხსენოთ ის მსხვერპლი, რომელიც ყავდა, ის ადამიანები, ვინც თავი შეწირა საქართველოსთვის და ის რომ 2 წლის შემდეგ პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დამოუკიდებლობა აღადგინა, გამოაცხადა ამის შესახებ მთელმა ერმა ცხადია მისი ლიდერობით. ჩვენ დღეს გავართ ამ მდგომარეობაში, რომ ის დამოუკიდებლობა კიდევ ერთხელ არის აღსადგენი, იმიტომ რომ დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ დამოუკიდებლობა უკვე წართმეულია რუსული რეჟიმის მიერ. ის ხალხი, ვინც 9 აპრილს ადამიანებს კლავდა,
ის ხალხი არის დღეს თავისი არსით ხელისუფლებაში, ვინც გავრილობს სკამი დაუთმო და ვინც მხარს უჭერს რუსულ ექსპანსიას საქართველოში. და ჩვენ დარწმუნებული ვარ, რომ ამას გავაკეთებთ და შევძლებთ. ეს უნდა გავაკეთოთ. თუ არა, მაშინ ჩვენ სახელმწიფოებრიობის დაკარგვის წინაშე ვდგავართ. ქართული სახელმწიფო, რომელიც 1000 წლეულობით აქამდე მოვიდა, შეიძლება ახლა დავკარგოთ. სწორედ ამიტომ ძვირფასო მოქალაქეებო, რა თქმა უნდა 9 აპრილს ყველანი ვიცით სად უნდა ვიყოთ. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ყურადღებისთვის. მე ვეცადე რომ თლიანად ამ საკითხებზე ცოტა ემოციური გამოვიდა, მაგრამ გვესაუბრა იმისთვის, რომ ყველამ კიდევ ერთხელ გავიაზროთ, რამდენად ისტორიულ, რთულ ვითარებაში ვიმყოფებით და 9 აპრილი კიდევ ერთხელ არის გახსენება იმისა ჩვენთვის, თუ რა ვალდებულებები გაგვაჩნია ჩვენი სამშობლოს წინაშე. დიდი მადლობა.